აი ეგ არის ვიდეო თვალი, აი შაბა, ეგენი ვაყენი, აი მაგითი აკონტროლე. იქ არის საზღვარი. ხო, აი მან აი თუშო. არა, როგორ არის ზურა ეგრე. სახლებს ხო ხერხი დამწარია, უსახურაოა ყველა. ყველა აი, უკვე ის არის რა. რაც მოაკეთე. მანქანა. აი, ეს ხო ძალიან გააკეთებულია დაძრულია და ელემენტარული და ამაში უნდა იყოს სამოქალაქო აქტივობა. აი კაპირებენ გამოვლინეს. აი ეს. ამრუსთან? და სახთან 5 მეტრაში სახთან. სახლიდებია და საღორე იქით აყვება. როგორც ეგენი აპირებენ, საღორე იქით აყვება და სახლი აქეთ. ეგ საზღვარო გამერონ, ეგ როგორ გავიცხო. ხო შეიძლება იქ მოინდობა. მე კიდე ქვედით დასწევენ კიდე და მოდიან. ქვემოთ. ხალხი ძალიან გიტყვის. თუმეტეს ომის მერე ძალიან გაჭირდა. აღარც ვაშლი მოყავდათ, აღარც სატანი მოყავდათ, აღარც სიმინდი, აღარც ლუდი, არაფერი, რითი უნდა ისარგებლოს, ისარგებლოს. გასაყიდე არაფერი და საყიდელი ბევრია. რითი უნდა იყიდო ფული. ნობა იყო ამ ტერიტორიაზე. დიცის იყო თუ ერედვის? ისინი ამბობენ, რომ ერედვის ტერიტორია იყო. ერედვისაც იყო და დიცისაც იყო. ეგ ერედვის ბაღები იყო ხოლმე. ერედვის ბაღები იყო. ისინი გარეკილები არიან. აბა ისინი რო ისავნათ რომ მოიყვანოს, აბა აღარავინ არ ისინი აქ აღარ მოვლენ. არც ერთ შემთხვევაში აღარ მოვლენ. იმიტომ რომ ცავი რაღაცა დაახოცეს. 21 წლის ხალი ვარ შვილო და რაც მე ჩემი თავი მახსოვს ეგ მიწების უჩვენია. სამხრეთ ოსეთიას ვარ, არაფერი არ იყო მაშინ. არ არსებობდა. ერთნი ვიყავი, სულ ერთნი ვიყავი. აბა რა დივახი არა სიმალები. ერთნი ვიყავი, აბა რა უნდა ყოფილიყო. გამიჯნული არ იყო დაუშვათ ერედვის კოლმეურნეობა და დიცის კოლმეურნეობა. როგორ არის გამიჯნული კი იყო, როგორ არის ხო გამიჯნული. რა მაგადა. და ემთხვევა იმ მიჯნებს. არა, რაზე ემთხვევა. არა ემთხვევა, არა ძილებს არ ემთხვევა. იმიტომ ისინი სხვებს ალაპარაკობს, სხვა რამეებს ალაპარაკობს. ჩვენ კიდე ჩვენ სხვებს ვიდახით. და მოდიოდა ხოლმე წყალი და იქიდან ჩავიკეთეს და ვიღა მოგწევს კიდე. ბოლოს როდის იყო ეს წყალი? ბოლოს როდის მოვიდა? ბოლოს როდის ომის მერე წყალი აღარ ყოფილა. თუ რაღაც ცოტა გამეეპარებათ ეგ იყო დანარჩენი როგორც ასეთი წყალი არ ყოფილა. სულ გახმა უწყლობით. აგერ ტონა ყურძენს ავკრეფამდით და ვერ ავხნავთ ახ. ვერ მოხნავ. ტრაქტორი შემოიყვანა ვერ მოხნავ. გაქვავებულია მიწა. ნახევარი გამხმარია უწყლობით. შინდებს არასწია 5-6 წელია წყალი არ უნახიათ. და მეშინიან ესენიღა დაგვრჩა ხილიდან შინდი და ესეც რო გახმეს ძალიან მეშინია. წყალი ეხლა გააკეთეს. ეხლა გვექნება, მაგრამ აქამდე არ აქონდა საერთოდ წყალი. ეხლა არბოდან წამოიყვანენ და იქნება წყალი. ამას ქვემოთ და ზემოთ ზედმეტია ლაპარაკი. აქამდე ვიყავით სულა ესე მის ცისინავარ რომ თუ იწვიმებდა იმით თუ არა სოფლის ხალხი რომ სიმინდი აქ ვერ მოყავს სოფელში ხალხსა და ლობი ამ წყლის გულისთვის. თასხავს ხოლმე წყალს. აქამდე გეკეთებინათ, რა თქმა უნდა. აქამდე გეკეთებინათ. აპირებდნენ თუ არა? ეს იმაგას ვერ გეტყვა, აბა. აპირებდნენ, აკეთებდნენ თუ არ აკეთებდნენ ვერ გეტყვა. იქნება წყალი რა, აქედან ჩვენებმა გააკეთეს დენის მატორებზე და დაგაჩავდება წყალი და იქნება. აი ყოფილი რამდენი სოფელზეა გათვალისწინებული? სამ სოფელი დიცი კორდი არ საკმარისი იქნება ამ სამი სოფელს. იქნება, სცადეს იმ დღეს გამოუშვეს და იყო არა უსამდა რა წყალი. ყავი ჩვენი აი როვან წილეთ ხოლმე მირიანის ბაღი თავზე. აი იქიდან აი ჩვენი ის არ არის ეგრე გადმოყოლე აქეთაც მიდის იქითაც მიდის. წყალი უდიოდა ბავშვს. აი იქიდან აი დაიჭირეს იქვე დაადგნენ.
კარგი ისაკუთრებენ. მეც მიცა მაგ არ სახლი მაქვს. 21 წელი აქ ვარ, ტოლვილათა და ამ დღეში ვარ ჩავარდნილი. ახლა მაცლინებენ საწავილი. ოთანსაც ვერ ვშოულო რო ქირი და საწავილი არ ვიცი. მართლარიან გამოსწავლე. არიან ორავე ეგრე იძახენ და ტელევიზორში ეგრე იძახენ და ანუ ალბათ არც გაგვახარებენ შვილო. ალბათ. რა ვიცი. შიშზე შაქარი და მემართა შვილო, ზამძიმი ამანტოფი ვარ. მე არის და ასტმა მაქვს, ბრონქიალური ასმაი. ფეთს ვერ ვამთო, ყოველ ზამთარში მომაკვდავი ვარ, ხრიალებ უკვე. ეხლა ჩვენმა გამგეობამაც მომცა ასტმის შესასრული შურებები. თბილისმაც მომცა შაქრის ჩაი, მაგრამ მოვა ზამთარი და ისევ იმ დღეში ჩავარდები წვიმს, ჩემო თახში წვიმს, თავს ხმა შემოდის, არც პანჯრები აქვს. აი ისინი აქ აი პლასმასი მირუა მანქანასა შვილო. ისინი თანადამტვრეულებია სულა. მარტო ცხოვრობ? მარტო ვარ, მაგრამ სვის სახლი არის და მაცლეინებენ, საწავიდე შვილო. ზამძიმი ამანტყოფი ვარ, 6 ამანტყოფობა მაქვს. 250 წნება მიხდება. ეხლა იმ მამაც ჩემი მყავდა თბილისში პროფესორთან ქვეყნის ფული ვისესხე და წავედი. გორში დაუდგინეს კიბუ აქო, ფილტვებშიო წყალი აქვსო, ჩავიყვანე თბილისში და ფილტვების ისა აქო. წავიანთება. და კიბო დაარქვეს გორში რენტგენოლოგმა. აი ამ დღეში ვართ. ერთი პატარა ოთახი მომცემშული ეკედან წავიდე, მარტო მაგას გეხვეწებით. იქნე მივანი შვილთანა მიაქციოთ რომ აქა ოსიქალი იყო შვილთანა და იმას მისეს ბინაი მე ჩავედი და არ არისო წესიროთაც არ მელაპარაკებია ცოდუ არა ვარ შვილო 21 წელია აი ეს კალი ტოლვილია იქიდან ცხინვალიდან გამოვიკეცდა მაგ ნათესავთან შემოვიდა გამოიქცა εμას არა უშავს მაგრამ მე ვარ უბედურობაში მაცლეინები გაცალე და წადიო ბომბი ჩამომივარდა ეზოში დააზიანა სახლი 6 ფანჯარა და 2 კარები მოიტანეს და 8 ფანჯარას ეგრე არის გაღრიალებული გაუბედურებული მაქვს ვის მივაკითხოსაც წავიდე ის ნაომარის სახლი ხო ისევ არის კედლები გამონგრეული ეს დიმახოდის ტრუბა სულ დაცხრილული გეგონა სპეციალურად დაცხრილესო ვარძელაშვილიც იყო ნახა მაგრამ არაფერი რაც მოიტანეს 2 კარები და 6 ფანჯარა ეგრე კრიშა შეცვალეს სუსკდება ის კრიშა დგას ბავშვი კრასკებს აყიდულობს და იმ კრასკებით აკეტაწებებს რომ აი ამ დღეში ვართ ეს დიმახოდის ტრუბა ეს იქ შეკრული გვაქვს რომ ქარი უბერავდა ხოლმე და დღეში მოდი ზვიესენ ჩამახსენი ზვიადი ქარა შვილი ეხლა ტოლვითა მინის ჩვენი მეზობელი არის სოტრიაშვილი ვახტანგის ბიჭი არის მამუკა ქვია და ვერა იქ ვიყავი შვილო მე გამგეობაში და ალბათ ის იყო აქ ტოლვილის დირექტორი იყო თამაზი და მეორე სართულზე მე მოვდიოდი და არ მაძლევ კიდე ბინა 13 სადა მაგ ბინაიო რა ბინა და ამ ბიჭმა უთხრა რომ ტოლვის ბინა უნდა მისცეთო მაგრამ მე ვერ ვიცანი პატარა მყავდა უკვე ეგ ნახული მაგას დედმამაც დახოცია შვილო კაი ახლა მამუკამ გითხრათ რომ ბინა უნდა მისცეთო იმან უთხრა ამას მე რომ ამას უთხრა ბოლოს აღარ მაძლევ ბინა 13 ოსმიეცი მეთქი დედასთან იყო შვილთან იყო მეთქი და მე არ მაძლევ როდემდე ვიწვალ ეცი არა ქსვენიან მეთქი რუსის მანქანა თემწუთში არ მოდის დილის საათებში უშვები ნუ სასმელი წყალი გვაქვს მაგრამ იმედი სულ სარწყავზე დიდი გუშინში საზე იყო ჩამოსული კი ხესა გუში სამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დამცველი, ასევე ჯანმრთელ სამყაროსთან და ახალგაზრდულ სამართლიანობასთან ერთად ჩამოვიდით კონფლიქტის პირას სოფლებში. რათა გვენახა რეალურად რა ხდება, როგორ მიმდინარეობს ამ ხმართების გაბმა.
გვაინტერესებდა მოსახლეობის პოზიცია, რა მდგომარეობაში იყვნენ, ვინაიდან ამ ართულქვართების გამო რეალურად დაძაბა ძალიან სიტუაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ კონფლიქტის პირასოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაადგა ძალიან საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ბუნებრივად დარღვევა მათი უფლებები აქ როგორც ვიცით, აქამდე თუ პრობლემა ჰქონდათ სოფლის მოსახლეობას და არ ჰქონდათ სარწყავ წყალი, ახლა უკვე საუბარი იწყება იმაზე, რომ სასმელი წყლის პრობლემაც უკვე დადგება, ვინაიდან ცენტრალური სამარაგო ბაზისი მოხდა უკვე იქ ტერიტორიაზე, მარტო რეზერვუარი დარჩა ამ მხარეს და აქედან გამომდინარე ასევე საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება და დგას უკვე კონფლიქტის პირა ამ სოფლებში ცხოვრობენ მოქალაქეები, რადგან აი ზუსტად საკუთრების ხელყოფასთანაც გვექნება საკმაოდ სერიოზული პრობლემა. ჩვენ გვაინტერესებდა თუ რა საჭიროებები, რას ფიქრობს მოსახლეობა, რამდენად იქნება მომავალში დაცული მათი ეს უსაფრთხოება, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალური მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს ამ მოქალაქეების მიმართ. პირველ რიგში უნდა უზრუნველყონ, რომ დაიცვან მაქსიმალურად მათი უსაფრთხოება და არა მარტო უსაფრთხოება, ალბათ დღის წესრიგში დადგება მალე სასმელი წყლის პრობლემაც და უნდა მიხედოს ხელისუფლებამ და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ამ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვინაიდან ირღვევა როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება ცეცხლშეწყოსთან დაკავშირებით ესე პუნქტები ირღვევა სხვადასხვა საერთაშორისო ნორმები ირღვევა ასევე ძალიან ბევრი რამ და შესაბამისად რომლებიც დეკლარირებულია საერთაშორისო სტანდარტები და აი ეს ყველაფერი ჩვენმა ხელისუფლებამ ინფორმაციის დონეზე მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, რომ მიაწოდოს მსოფლიო თანასაზღვაროებას, ეს ხდება ევროკავშირი, გაერო თუ სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიები. მართლ თემაში ეჩეროს ეს უკანონო დაკავებები, მაგრამ სხვა რამ ხდება. რეალურად ახალი კიდევ ერთი უკანონო ზოლი წარმოიშვება საზღვრისა, გაჩნდა კიდევ ახალი ეგრეთ წოდებული საზღვარი და მეორე მომენტი ხდება, რაც უფრო უახლოვდები სოფელს, უფრო მეტად ეცდებიან ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ, რომ მიმდებარე ტერიტორია დატოვო. ბოლოს და ბოლოს ისინი ადამიანები არიან, შვილები ყავთ და მათ არსებობისათვის მინიმუმი მაინც ჭირდება და როცა მიწა იქით მოექცევა, როცა მას დამუშავების საშუალება არ აქვს და თვითონ მიწას რომელიც კონდეს ვერ გადავა და ვერ დაამუშავებს, იძულებულია რომ აიყაროს. აი ამას ქვია ზუსტად მცოცავი ანექსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ახალი ძალით დაიწყო. გამორიცხულია შეიძლება ახლა აქ არავინ გაისროლოს, არაფერი არ მოხდეს, მაგრამ მცოცავი ანექსია რომ ქვეყანაში დაწყებულია, ეს ძალიან მძიმე პროცესია. შეხედავთ რომ გარეგანი მშვიდობაა, მაგრამ ხედავთ აი ბავშვების ხმაური ნაკლებად ისმის ფაქტიურად ადამიანები ისე არ არიან გამოსული ერთმანეთს არ ესაუბრებიან. ნაწილი შეკეტილია, ცდილობს ჯერ კიდე იყოს ამ მხარეში და მთლიანად დაიწყო ეს პროცესი მთელ ეგრეთ წოდებულ საზღვარპირა პერიმეტრზე და ეს გარკვეული პროპორციით, გარკვეულ ხანში ერთხელ იწყებს ამოქმედებას და აი ეს პერიოდი არის ხანმოკლე. უცებ გადაიყვანენ იქით, დაბრუნდება. გადმოწევენ საზღვარს, ცოტა ხანი შეჩერდება და გრძელდება. ეს პროცესი ასეთი ჩვეულებრივი მოქალაქის თვალიდან, აქ მაცხოვრებელი ადამიანის თვალიდან და პირადად მეც ასე უცქერი, ისე სწრაფად ვითარდება, რომ ეს ძალიან ცუდ არის ჩვენ ქვეყანას და აუცილებლად მაქსიმალური უნდა ეცადოს ხელისუფლება მიგაგებით, რომ ერთი დაიცვას სოციალურად ეს ადამიანები და სასწრაფო პროექტები, პროგრამები მიემართოს ამ ადამიანებისაკენ და მეორე, რაც შეიძლება მეტად უნდა ავახმაუროთ საერთაშორისო გარემო საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ერთიანი პოზიცია იქნეს ქვეყნისა. ხლა ჩვენი ამოსვლა რა არის? გონიათ პირველად ამოვედი და პირველად ნახეთ ეს მართლმსაჯულები და ეს რეალობა. არა, აქ რაც მეტად ამოდიხარ ამ ადამიანებისათვის მეტი სითბოა. მე თანდათანობით ეს დაძრავს სოციალურ პროგრამებს და დამაგრება მოხდება მოსახლეობისა. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ აქეთ გარეთ მაცხოვრებელი გორი იქნება თბილისში თუ სხვა მხარეს, ეს მივიწყებული მხარე არ არის და მათთვის მნიშვნელოვანია აქ ადამიანების ცხოვრება. არადა პროცესი არის ძალიან მძიმედ დაძრული და მისი უკვე თავისუფლად განვითარება ძალიან ცუდ-ცუდ ქადის ჩვენს ქვეყანას.
ეხლა არსებობს მოსაზრება, რომ გორის რაიონი, მაგრამ მე დავამატებდი არანაკლებ ძიმე სიტუაცია ქარელის რაიონში. რატომღაც ჯერჯერობით დვანის მხარი არ აჩანს. არა და აქაც იგივე პროცესია და არანაკლებ და შეიძლება უფრო მძიმეთაც განვითარდეს, იმიტომ რომ ზედსაზღვართან მიმული იყო 30-მდე სახლი იმ ტერიტორიაზე ფაქტიურად მაცხოვრებელი არ იყო და ეს ხო წამოწევს ამ საზღვარს და ესე მთლიანად მოემართება შიდა ქართლში ეს მცოცავი საზღვარი, რომელიც მცოცავი ანექსიის სახეს ქმნის მთელი ქვეყნისთვის.